2003 წლის 20 იანვარი. 4 გზის მსოფლიო ჩემპიონი Craig Kelly 21 კაციანი რიგის ბოლოში გადადის, რომელიც ყინულიანი კულუარის მწვერვალისკენ მიემართება. არც კამერები, არც ბრბო, მხოლოდ თოვლზე ჩექმების ხრაშუნის ხმა, როცა ის ყინულზე ადის. ბილიკი, რომელზეც ის მიდის, მისმა მთავარმა გიდმა 18 წლის განმავლობაში ავარიის გარეშე გაიარა. თოვლი მყარი ჩანს. ის კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს. შემდეგ მთა ირკება და ძლიერად გრუხუნებს. Craigie, snowboarding-ის Michael Jordan-ი და მამა, რომელიც სულ რამდენიმე დღეში სერტიფიცირებული გიდი გახდებოდა, ახლა პირისპირ დგას იმ კატასტროფასთან, რომლის თავიდან აცილებასაც 2 წელი სწავლობდა. ეს snowboarder-ი უკვე მკვდარია. მას ეს ჯერ კიდევ არ იცის. ჩემი ყველაზე დიდი შიშია, რომ სერიოზულად ნოვკვდები. ხო, სერიოზული მკვლელობა და ვკვდები. რაღაცაზე ნერვიულად და მე ვკვდები. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ექსტრიმში. 1992 წელს, როცა ბენზინის გალონი $1 ღირდა, Craig Kelly-ამ რაღაც ისეთი გააკეთა, რასაც ალბათ სიგიჟეს უწოდებდით. ის იყო ყველაზე დომინანტი სნოუბორდერი, 4 მსოფლიო ტიტულით და მილიონიან კონტრაქტით Barton Snowboards-თან, რომლებიც ინდუსტრიის უდავო მეფეები იყვნენ. ბარტონმა მასთან მხოლოდ კონტრაქტი არ გააფორმა, მათ მთელი მათი გლობალური ბრენდის სახე სწორედ ის გახადეს, როცა მან მოულოდნელად გადაწყვიტა, ყველაფერზე უარი ეთქვა. მან არ დაანება თავი ტრაუმის გამო, ან იმიტომ რომ ფული გამოელია. სპორტი სწრაფად ვითარდებოდა. მსხვილი კონტრაქტები ჯერ კიდევ შეთავაზებული იყო. მისი ტიტულები ჯერ კიდევ ახალი იყო. და ყველას თვალში ის თავის პიკზე იყო. Craig-მა თავი დაანება ზუსტად იმავე მიზეზით, რის გამოც სნოუბორდინგი დაიწყო. 1991 წელს, როცა 14 წლის ბიჭმა Mount Vernonში, ვაშინგტონში, ველოსიპედის მაღაზიიდან უხეში ხის სნოუბორდი აიღო უბრალოდ გამოსაცდელად და ისეთი რამ იგრძნო, რაც მანამდე არასდროს უგრძნია. იმ დროს სნოუბორდინგი ჯერ კიდევ სპორტად არ ითვლებოდა. არ არსებობდა არც შეჯიბრებები, არც პროფესიონალი სნოუბორდისტები და არც საპრიზო თანხები. სნოუბორდი უბრალოდ ფართო დაფა იყო ფეხის სამაგრებით, უფრო სათამაშოს გავდა ვიდრე სპორტულ აღჭურვილობას. უმეტესმა სათხილამურო კურორტმა საერთოდაც არ დაუშვა ისინი თავიანთ ფერდობებზე. ერთადერთი, ვინც სნოუბორდით სრიალებდა, იყვნენ თავგადასავლების მოყვარული მოზარდები და გამბედავი ადამიანები. Craig Elmer Kelly სწორედ ასეთი მოზარდი იყო. ის გაიზარდა Mount Vernonში, ვაშინგტონში, წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთში, სიეტლიდან დაახლოებით 90 წუთის ჩრდილოეთით. მისი მშობლები ადრე დაშორდნენ, ხოლო მამამისი გადამზიდავ კომპანიას მართავდა. ამიტომ Craig-ს ბევრი თავისუფალი დრო ჰქონდა და არასოდეს უნდოდა ერთ ადგილზე გაჩერება. მაშინაც კი სანამ თოვლის ფანთელს ნახავდა, Craig-ი უბნის ბავშვი იყო, რომელიც თავგადასავლებს ეძებდა. 12 წლის ასაკში ის BMX-ის ეროვნული დონის მრბოლელი იყო. 13 წლის ასაკში სკეიტბორდით ასფალტს ხრავდა. მაგრამ 1991 წელს, 14 წლის ასაკში, მან იპოვა ერთადერთი რამ, რაც ყველა სხვა გატაცებას გადააჭარბებდა – სნოუბორდი. ეს ჰობად დაიწყო მის ეზოში, მაგრამ ასე დიდხანს არ გაგრძელებუა. 1 წლის შემდეგ 1992 წელს მან ეს სნოუბორდი Mount Baker-ზე წაიღო თავისი პირველი დიდი გასვლისთვის. Mount Baker, რომელიც 10,000 ფუტის სიმაღლეზეა, ვულკანური მწვერვალია, რომელიც წელიწადში უფრო მეტი თოვლით იფარება, ვიდრე თითქმის დედამიწის ნებისმიერ სხვა ადგილას. 15 წლის Craig-ისთვის ეს იყო თავის დასამტკიცებლად საუკეთესო ადგილი, მაგრამ ეს იყო სამყარო, რომელსაც ის არ სურდა. იქ მარტო თხილამურებით სრიალი ძალიან ტექნიკური და სრულიად დაუნდობელი ამოცანაა, ხოლო სნოუბორდი მთლიანად აკრძალული იყო. მთელი სათხილამურო კურორტების მფლობელების უმეტესობა ამას როგორც პრობლემას აღიქვამდა. იმ ეპოქის დაფებს არ ჰქონდათ ლითონის კიდეები, რაც ნიშნავდა, რომ სნოუბორდისტებს ვერ შეეძლოთ გაჩერება ან მიმართულების კონტროლი. ისინი უბრალოდ მოულოდნელად სრიალებდნენ მოთხილამურეების გზაზე, როგორც სავაჭრო ეტლი გატეხილი ბორბლით. სათხილამურო კურორტების მფლობელების უმეტესობისთვის თინეიჯერი სნოუბორდზე იყო 150 ფუნტიანი საფრთხე, რომელიც მთის ფერდობზე მიკროდა. მაგრამ იმ წელს Mount Baker-ის გენერალურმა მენეჯერმა Duncan Howitt-მა, რომელიც თავადაც თავგადასავლების მოყვარული იყო, გადაწყვიტა სნოუბორდინგისთვის შანსი მიეცა. მან უბრალოდ არ გაუშვა სნოუბორდერები, მან ისინი გამოცადა. Mount Baker-ზე ასვლისას არის საჰაერო საბაგირო სისტემა, რომელიც მოთხილამურეებს ფერდობის ქვედა ნაწილიდან ზედა ნაწილში ატარებს. როცა მწვერვალზე ადიხარ და საბაგიროდან ჩამოდიხარ, იქ არის მოკლე, ციცაბო დაღმართი, რომელიც პირდაპირ ფერდობზე და უკვე ჩამომავალი სხვა მოთხილამურეების გზაზე გაგიყვანს. დაახლოებით 3 წამი გაქვს, რომ დაფა დაიმორჩილო, თორემ სხვა მოთხილამურეს შეეჯახები. Duncan-ის ტესტი სნოუბორდისტებისთვის იყო ის, რომ გასასვლელი დაღმართი სუფთად გაევლოთ და მთაზე სხვებისთვის საფრთხე არ შეექმნათ.
თუ ამას ვერ ახერხებდი, ბეიკერზე არ გიმასპინძლებდნენ. კრეიგმა ტესტი ისე მარტივად და შეუფერხებლად ჩააბარა, რომ დანკანი სკეპტიკოსიდან სნოუბორდინგის მხარდამჭერად გადაიქცა. ის ჩრდილო-დასავლეთის კურორტების შეხვედრებზე დადიოდა და სხვა მფლობელებს ეუბნებოდა, რომ სპორტის აკრძალვა არასწორი იყო. უშუალოდ მთაზე კრეიგის სნოუბორდინგის უნარები საოცრად სწრაფად ვითარდებოდა. ის ისეთ რაღაცებს აკეთებდა, რაც ამ მთაზე აქამდე არავის ენახა. ხედავთ, მაუნთ ბეიკერზე თოვლი იმდენად მძიმე და სველია, რომ ფხვიერი თოვლის მაგივრად უფრო სველ ქვიშაში სრიალს გავს. ფერდობზე მოთხილამურეები დაღმართზე ეშვებიან, ებძვიან და ძლივს მიიწევენ, თითქოს ჭაობში გარბიან. მაგრამ კრეიგი უბრალოდ დაცურავდა. მისი მუხლები იმდენად იხრებოდა, რომ ყოველ უსწორმასწორობას შთანთქავ და ზემოთ სხეულამდე ვიბრაცია არ აღწევდა. მისი ხელები ბუნებრივად ეკიდა გვერდებზე, თვალები კი წინ მდებარე რელიეფზე ჰქონდა მიფხრობილი და სამსვლით წინასწარ კითხულობდა რელიეფს. ყოველი მოსახვევი ზუსტად იმდენად ფართო იყო, რამდენიც საჭირო იყო და არც ერთი დიუმით მეტი. ყოველი მიმართულების შეცვლა იყო გლუვი და აუჩქარებელი. თითქოს თავად მთა კარნახობდა მარშრუტს, ხოლო კრეიგი უბრალოდ მიხვებოდა მას. ერთ ჩასრიალებას მეორე მოჰყვებოდა, ყოველ ჯერზე იგივე მშვიდი ოსტატობით. მისი უნარის ამბავი იმდენად გავრცელდა, რომ 1983 წელს, როცა კრეიგი მხოლოდ 17 წლის იყო, Tom Sempsey, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი სნოუბორდის მწარმოებელი, სპეციალურად ჩავიდა მაუნთ ბეიკერზე, რომ ენახა, როგორ სრიალებდა ის. ეს იგივეა, როგორც Nike-ის მაღალი თანამდებობის პირი მივიდეს, რომ ნახოს, როგორ აგდებს თინეიჯერი ბურთს კალათში ავტოსადგომზე. Tommy ფერდობის გვერდით იდგა და გარკვეული დროით აკვირდებოდა, როგორ სრიალებდა კრეიგი მთაზე. რაც დაინახა, იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ტომმა მაშინვე გადასცა კრეიგს კონტრაქტი და თავისი პირადი სნოუბორდიც. მან თქვა, როცა კრეიგის სნოუბორდი დავინახე, მაშინვე მივხვდი, რომ ის განსაკუთრებული იყო. იმის გასაგებად, თუ რატომ იყო ის ასე შთაბეჭდილებული, უნდა დააკვირდეთ ფიზიკას, რასაც კრეიგი აკეთებდა. ბეიკერში მოთხილამურეების უმეტესობას ეშინოდა მძიმე, სველი თოვლის, რადგან ის ცოცხალი ქვიშასავით იქცეოდა. თუ მოთხილამურეს საკმარისი სიჩქარე არ ჰქონდა, ან ვიწრო თხილამურებით სრიალებდა, თოლში ჩაიძირებოდა და მთა პირდაპირ გადმოაბრუნებდა. მაგრამ კრეიგმა გააცნობიერა, რომ სნოუბორდი თავისი დიდი ზედაპირით სინამდვილეში იდეალური იარავი იყო ამ კონკრეტული გარემოსთვის. თვის. მან აღმოაჩინა, რომ თუ დაფას ბრტყლად დაიჭერდა და სიჩქარეს მაღალზე შეინარჩუნებდა, შეძლებდა სველი, მძიმე თოვლის ზედაპირზე ისე სრიალს, როგორც სწრაფმავალი ნავით ბაზე. ამიტომ, მაშინ როცა მოთხილამურეები თოლში იხლართებოდნენ, კრეიგი მასზე ისეთი სიჩქარით სრიალებდა, რაც უბრალოდ შეუძლებლად ჩანდა. მისი სტილი ზუსტი იყო. სხეულის წონას იყენებდა, რომ ვირტუალური კანტი შეექმნა და ინჟინერული სიზუსტით გადახრილიყო მოსახვევებში. ის ჯერ კიდევ დაფაზე გადახრამდე, თავის თავშიგში გამოთვრიდა მოსახვევის რკალს. 1980-იანი წლების შუა პერიოდში სნოუბორდი ნამდვილ სპორტულ დისციპლინად იქცა, სადაც ოფიციალური შეჯიბრებები მსოფლიოს საუკეთესო სნოუბორდისტებს იზიდავდა. აღჭურვილობა საბოლოოდ ერგებოდა იმას, რაც სნოუბორდისტებს სჭირდებოდათ. დაფები გაუმჯობესდა, სამაგრები გაუმჯობესდა, სპორტი უფრო სწრაფი გახდა, ფული შემოდიოდა და კრეიგი ყველაფრის ცენტრში იყო. რადგან კრეიგმა ჯეიკ ბარტონ კარპენტერთან ერთად, რომელიც ბარტონ სნოუბორდსის დამფუძნებელია, დააწესა სტანდარტები იმისა, თუ რისი გაკეთება შეეძლო რეალურად სნოუბორდს. კრეიგი მთებში ატარებდა შაბათ-კვირას, ტესტავდა პროტოტიპებს, რომლებიც ჯეიკი აძლევდა და ბრუნდებოდა დეტალური ტექნიკური შეფასებებით იმის შესახებ, როგორ იქცეოდა დაფა, როგორ იხრებოდა, როგორ ჭრიდა თოვლს, როგორ ინარჩუნებდა კიდეს მძიმე თოვლში. ფაქტობრივად, ის ქმნიდა იმ აღჭურვილობას, რომელსაც სპორტი მომდევნო 2000 წლეულის განმავლობაში გამოიყენებდა. დაფები, რომლებიც მათ ერთად შექმნეს, სტანდარტად იქცა ყველაფრისთვის, რაც შემდეგ გაჩნდა და საათობით ვარჯიშის შედეგები მის რეკორდებში აისახა. ხედავთ, კრეიგ კელიმ უბრალოდ არ მოიგო. მან სნოუბორდინგის სპორტი დაიპყრო. ASHS-ის ღია ჩემპიონატი მისი სათამაშო მოედანი გახდა. ეს სნოუბორდერებისთვის იგივეა, რაც უიმბლდონი ჩოგბურთელებისთვის. ერთ დროს მან თითქმის ყველა შეჯიბრი მოიგო, რომელშიც ერთი წლის განმავლობაში მონაწილეობდა. მან 3 ASHS-ის ღია ჩემპიონატის ზედიზედ მოიგო 1987-დან 1999 წლამდე და გახდა მსოფლიოს ჩემპიონი 1988-დან 1991 წლამდე. 1992 წლისთვის კრეიგს ყველაფერი ჰქონდა, რაზეც 25 წლის ბიჭი იოცნებებდა. ის მილიონერი იყო. Burton Snowboards-მა ინდუსტრიის ყველაზე ცნობილმა კომპანიამ მთელი თავისი მარკეტინგული იდენტობა მასზე ააგო. ის იყო პირველი სნოუბორდისტი, რომელიც დიდ სატელევიზიო რეკლამაში გამოჩნდა. ფანები მას სნოუბორდის მაიკლ ჯორდანს ეძახდნენ, ასე რომ ბედნიერი უნდა ყოფილიყო. მაგრამ ასე არ იყო.
ხედავთ 1988 წელს მან ისეთი ნაბიჯი გადადგა, რომელმაც მისი კარიერის დანარჩენი ნაწილი განსაზღვრა. ის იყო Tom Simms-ის ვარსკვლავის სპორტსმენი, იმ კაცისთვის, რომელმაც იგი აღმოაჩინა. მაგრამ კრეიგი გულით ინჟინერი იყო და დაინახა, რომ Burton Snowboards-ი კიდევ ერთი მთავარი ინდუსტრიის დაფების მწარმოებელი, უბრალოდ უკეთესი არჩევანი იყო მისთვის. მათ ჰქონდათ კვლევა, ინჟინერიული სიღრმე და ხედვა, რაც მის სტილს შეეფერებოდა. ასე რომ 1988 წლის მაისში მან ხელი მოაწერა ექსკლუზიურ, მრავალწლიან სპონსორობისა და სარეკლამო ხელშეკრულებას, მაშინ როცა მისი წინა კონტრაქტი Tom Simms-თან ჯერ კიდევ ძალაში იყო. Burton-მა მხოლოდ უფრო მაღალი ანაზღაურება კი არა, მეტიც შესთავაზა. მათ ასევე მისცეს მას ადგილი ინჟინრების გუნდში და ცდომა ქარხანაზე, რომელიც ინოვაციურ კვლევებში დიდ რესურსებს დებდა. კრეიგი უბრალოდ არ აპირებდა ქაღალდის ნაგლეჯს შეეჩერებინა უკეთესი დაფით სრიალში. როგორ შეძლებდა ამას? მისი ლოგიკური არჩევანის მიუხედავად, ის რაც გააკეთა, სამართლებრივად პრობლემური იყო. Tom Simms-მა დაუყოვნებლივ უჩივლა კრეიგს სავარაუდო კონტრაქტის დარღვევისთვის და მოითხოვა $5 მილიონი ზარალის ანაზღაურება. შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში დედამიწის საუკეთესო სნოუბორდერი კორპორატიულ და სამართლებრივ ჯოჯოხეთში აღმოჩნდა. საბოლოოდ სასამართლომ დაადგინა, რომ მიუხედავად მისი ახალი შეთანხმებისა Burton-ის გუნდთან, მისი კომერციული უფლებები და პროფესიონალური იდენტობა კვლავ კანონიერად ეკუთვნოდა Tom-ს მისი თავდაპირველი კონტრაქტის დარჩენილი ვადის განმავლობაში. ასე რომ კრეიგს შეეძლო Burton-ისთვის ერიარა და მათი დაფა დაეპროექტებინა, მაგრამ მას არ ჰქონდა უფლება კანონიერად წარმოედგინა ისინი. მას არ შეეძლო გამოჩენილიყო მათ რეკლამებში, ვერ ატარებდა მათ ლოგოებს და ვერც კი ეუბნებოდა ჟურნალისტს, რომელ დაფაზე ერიარა. ეს უბრალოდ სრულიად უცნაური და დამთრგუნველი იყო. თითქმის 2 წლის განმავლობაში კრეიგი შეჯიბრებებში მონაწილეობდა სრულიად შავ დაფაზე, რომელზეც არანაირი ლოგო არ იყო. სხვა ყველა პროფესიონალი სპონსორების თვალშისაცემი ლოგოებით იყო დაფარული, კრეიგი კი მოჩვენებას გავდა. ის მსოფლიო ტიტულებს იგებდა, მიუხედავად იმისა, რომ კანონიერად აკრძალული ჰქონდა ხმის ამოღება. იმ დროისთვის, როცა სასამართლო პროცესები საბოლოოდ დასრულდა 1991 წელს, ზიანი უკვე მიყენებული იყო. კრეიგმა ინდუსტრიის სიხარბე საკუთარი თვალით ნახა. მან გააცნობიერა, რომ კორპორატიულ სამყაროში ის ადამიანი კი არა, უბრალოდ ქონება იყო, რისთვისაც ბრძოლა შეიძლებოდა, როგორც უძრავი ქონებისთვის. და სპორტიც უცნაურ ფაზაში შევიდა, სადაც თვითონ წერა მეორეხარისხოვანი გახდა ყველაფერთან შედარებით, რაც მის გარშემო ხდებოდა. ყურადღება გამახვილებული იყო იმაზე, რომ რაღაცა უფრო დიდი, უფრო დრამატული გაეკეთებინათ, რამაც მეტი დაფა უნდა გაეყიდა და უფრო მეტი ჟურნალის ყდაზე მოხვედრილიყო. ეს ყველაფერი მისთვის ზედმეტად ბევრი იყო. ასე რომ 1992 წლის მაისში თავისი ძალის აბსოლუტურ პიკზე მან რაღაც ისეთი გააკეთა, რაც ინდუსტრიას გიჟურად მიაჩნდა. ის წავიდა. მან ზურგი აქცია მრავალმილიონიან კონტრაქტებს, მაშინაც კი როცა ისინი ჯერ კიდევ მაგიდაზე ედო. აი ასე უბრალოდ. მან მიზეზად დაასახელა მზარდი სიხარბე და ნეგატიური ენერგია. მაგრამ სიმართლე ის იყო, რომ ის დაიღალა სისტემით, რომელმაც ის რაც უყვარდა, პროდუქტად აქცია. შემდეგი რამდენიმე წელი იყო პირველი შემთხვევა კრეიგის ცხოვრებაში, როცა მას არ ჰქონდა განრიგი, ვალდებულებები და ადგილი, სადაც უნდა ყოფილიყო. მისი მარკეტინგული კონტრაქტი Burton Snowboards-თან გადაიქცა უადო სარეკლამო ხელშეკრულებად, რაც სპორტის ისტორიაში პირველი შემთხვევა იყო. მას აღარ უხდიდნენ მოგებისთვის. მას უხდიდნენ უბრალოდ იმისთვის, რომ ყოფილიყო Craig Kelly. სპორტსმენების უმეტესობისთვის ეს პენსიაზე გასვლის გეგმა იქნებოდა. Craig-ისთვის ეს კლებითი გრანტი იყო. მან თავისი დრო სოფლიოს მასშტაბით გაუკვალავ თოლში, ფრირაიდში გაატარა. გრენლანდია, ინდოეთი, იაპონია, თურქეთი, სამხრეთ ამერიკა, აფრიკა. ის პოულობდა მთებს, სადაც მანამდე არავის ერიადა და მათზე დაშვების ხაზებს გადიოდა, რომელთა პოვნაზეც არავის უფიქრია. მაგრამ ამ თავისუფლების უმაღლესი გამოხატულება იყო 14 თვიანი მოგზაურობა, რომელმაც მისი ცხოვრება თავიდან განსაზღვრა. თავის პარტნიორ სავინასთან ერთად მან ჩაალაგა ფურგონი და პანამერიკული გზის სიგრძეზე იმგზავრა, ალასკის ჩრდილოეთიდან ჩილეს სამხრეთ სვერამდე. ეს იყო თავგადასავლების, ოკეანეზე სერფინგისა და სრული ანონიმურობის პილიგრიმობა. ის იმ მოგზაურობიდან მხოლოდ მოგონებებით არ დაბრუნებულა. ის დაბრუნდა ქალიშვილთან ერთად, სახელად ოლივია, რომელსაც ხუმრობით გზიდან ჩამოტანილ სუენირს ეძახდა. 2001 წლისთვის კრეიგი უკვე აღარ იყო თავზე ხელაღებული მსოფლიო ჩემპიონი. ის უკვე ოჯახის კაცი იყო, ერთი წლის ქალიშვილით, პარტნიორით, სახლში და ცხოვრებით, რომელიც ბევრად აღემატებოდა ანონიმურ სნოუბორდინგსა და შემთხვევით მოგზაურობებს. ეხლა მას პასუხისმგებლობები ჰქონდა, ადამიანები, რომლებსაც სჭირდებოდათ მისი სახლში დაბრუნება და ეს პასუხისმგებლობა მის კართანაც კი სცდებოდა. ხედავთ, თელინ წლებშიც კი რაც გაუკვალა მთებში ატარებდა, სხვა სნოუბორდისტები ხედავდნენ, რას აკეთებდა ის და უნდოდათ ის, რაც მას ჰქონდა.
ის გრძნობა, ის სიწმინდე, ის სიჩუმე. მაგრამ გაუკვალავი მთები არ არის შეჯიბრების ტრასა. არ არის უსაფრთხოების ბადეები, პატრულები ან მონიშნული საფრთხეები. და იმ ლამას ხელუხლებელ თოლში დამალულია ფენოვანი სტრუქტურა, რომელიც შეიძლება წამებში მოკლას თუ არ იცი როგორ წაიკითხო იგი. ამიტომ მან მიიღო გადაწყვეტილება პროფესიონალურად ესწავლა მათი უსაფრთხოების დაცვა და მიიღო სერტიფიკატი, რომელსაც მნიშვნელობა ჰქონდა. 2001 წელს კრეიგი შევიდა კანადის მთის გიდების ასოციაციის სერტიფიკაციის პროგრამაში, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკაში ყველაზე მკაცრი პროფესიონალური გიდის სერტიფიკატია. ის იყო პირველი სნოუბორდისტი, რომელიც ამ პროგრამაში მიიღეს და 2002 წელს მან თავისი ცოლი და მათი ერთწლიანი ქალიშვილი ოლივია გადაიყვანა ნელსონში, ბრიტანეთის კოლუმბიაში, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ელიტური მთის გიდების არაოფიციალურ დედაქალაქად ითვლება. ის ქმნიდა ცხოვრებას, სადაც მისი უნარი აღარ გამოიყენებოდა ქულების დაფისთვის, არამედ იმ ადამიანების დასაცავად, ვინც მას მიყვებოდა. პროფესიონალურად წაეყვანა ისინი იმ საოცარ ადგილებში, რომელთა სილამაზითაც თავად წლებით კვებოდა. 2003 წლის სეზონის დასაწყისში კრეიგმა ჩააბარა პროფესიული ზვაური უსაფრთხოების სასერტიფიკაციო გამოცდა კანადის მთის გიდების ასოციაციაში სრული ლიცენზიის მასაღმისაღებად და ბრწყინვალედ ჩააბარა. წლების განმავლობაში პროფესიონალ გიდებში მხოლოდ მოთხილამურეთა კლუბი იყო, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ სნოუბორდისტს უბრალოდ არ შეეძლო იმ ტექნიკური მოთხოვნების დაკმაყოფილება, რაც ჯგუფის მაღალ ალპურ ზონაში გადარჩენისთვის იყო საჭირო. ამ სერტიფიკატის მიღებით კრეიგი ამსხვევდა უხილავ ბარიერს და უმტკიცებდა მსოფლიოს ყველაზე ელიტარულ სანთო პროფესიონალებს, რომ ის ისეთივე უსაფრთხო და პროფესიონალია, როგორც ნებისმიერი მოთხილამურე. ის რამდენიმე კვირაში მიიღებდა ოფიციალურ უფლებამოსილებას, რომ კომერციული ჯგუფი კანადის ველურ მთიანეთში წაეყვანა. მაგრამ პროგრამის დასასრულებლად მას ზედამხედველის ქვეშ რეალურ პირობებში საველე პრაქტიკის საათები სჭირდებოდა. ამისთვის მან სტაჟიორის პოზიცია დაიკავა Selkirk Mountain Experience-ში, რომელიც ბრიტანეთის კოლუმბიის ჩრდილოეთ სელკირკის მთებში მდებარე ქოხებზე დაფუძნებული ველური მთის გიდური კომპანიაა და რომელსაც შვეიცარიაში დაბადებული გიდი რუდი ბეგლინგერი ხელმძღვანელობს. რუდი ამ ტერიტორიაზე უკვე 28 წელია გიდობს. მას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში არსებული უმაღლესი გიდის სერტიფიკატი 18 წლის განმავლობაში ჰქონდა. ამ ხნის განმავლობაში კი მობაშიკი მის ხელმძღვანელობაში არც ერთი სერიოზული დაშავება ან სიკვდილი არ მომხდარა. ნისტუმრებს ამ ადგილისთვის ზედმეტ სახელი ჰქონდათ მოფიქრებული სელკირკის სამხედრო გამოცდილება. მთაში მისი სიტყვა აბსოლუტური კანონი იყო. დანარჩენი მსოფლიოსთვის კრეიგ კელი სუპერვარსკვლავი იყო. რუდისთვის ის უბრალოდ კიდევ ერთი შეგირდი იყო, რომელსაც უნდა დაემტკიცებინა, რომ შეეძლო სხვების სიცოცხლის უზარმაზარი პასუხისმგებლობის დარება. კრეიგმა მთელი გულით მიიღო მძიმე სამუშაო. ის დღეებს იმ საქმეების კეთებაში ატარებდა, რასაც მსოფლიო ჩემპიონები ჩვეულებრივ სხვებს უხდიან, ბილიკების გათხრაში და მძიმე აღჭურვილობის დარებაში. ის იდეალური სტუდენტი იყო. ის უსმენდა თავის მასწავლებლებს და სრულად ენდობოდა მათ გადაწყვეტილებებს. მან თავისი ეგო გვერდზე გადადო და უბრალოდ აკეთებდა იმას, რასაც ეუბნებოდნენ. ეს ღრმა ნდობა მისი მენტორების მიმართ უნდა დაეცვა იგი. ეს თავმდაბლობა მას ისეთ ფასად დაუჯდებოდა, როგორცაც ვერასდროს წარმოიდგენდა. 2003 წლის 20 იანვარი დილის 8 საათი. დიურანის მყინვარი კრეიგი გაიღვიძა ცივ გამყინავ ჰაერში. ყველა თვალსაზრისით კარგი დღე იყო. მან საუზმე დანარჩენ ჯგუფთან ერთად შალეში მიირთვა, იმავე მაგიდასთან კიდევ 20 ადამიანი იჯდა. მათგან უმეტესობა მთის გიდები და მათი გამოცდილი კლიენტები იყვნენ, რომლებიც მოუმზადებელ მთიან რელიეფში მოგზაურობდნენ და სპეციალურად ასეთი დღეებისთვის ვერტმფრენით ჩამოვიდნენ დიურანტში. დღის გეგმა თავიდან მარტივი იყო. ჯგუფი ავიდოდა მწვერვალზე, რომელსაც ფრონელპი ქვია. ეს მარშრუტი რუდის ათეულობით ჯერ გაუვლია კლიენტებთან ერთად და არასდროს ჰქონია პრობლემა. დღესაც იგივე უნდა ყოფილიყო. იმ დილით ვინც გაემართა, დამსკებთა ჯგუფი არ იყო. რუდი ბეგლინგერს ამ კონკრეტულ მთებში 28 მრაცლიანი მეგზურობის გამოცდილება ჰქონდა და მეგზურის უმაღლესი სერტიფიკატი, რაც მსოფლიოში საერთოდ არსებობს. მის ასისტენტ კენ ვაილის 20 წლიანი მთის გამოცდილება ჰქონდა. 18 კლიენტს შორის იყვნენ ყოფილი ზვავის უსაფრთხოების სტუდენტები, მოუმზადებელ მთიან რელიეფში გამოცდილი მოგზაურები და პროფესიონალები, რომლებმაც მთებში კარიერა გაატარეს. 21 ადამიანს შორის იმ დილით მყინვარზე საერთო მთის გამოცდილება 300 წელზე მეტი იყო. ყველა ერთად ერთ ხაზში მოძრაობდა. რუდი წინა ხაზში მიდიოდა. კენ ვაილი მისი ასისტენტი უკან მიჰყვებოდა. და სადღაც იმ რიგში, რომელიც მყინვარის სიჩუმეში მიიწევდა, იყო კრეიგი, თავი დახრილი, უბრალოდ კიდევ ერთი შეგირდი, რომელიც საქმეს აკეთებდა.
იმ დილით კანადის ზვავების ასოციაციამ გამოაქვეყნა საჯარო ბიულეტენი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ამ ტერიტორიაზე ზვავების საფრთხე მნიშვნელოვანი იყო. ასოციაცია ზვავების საფრთხეს აფასებს 1-დან 5-მდე სკალაზე. 1 ნიშნავს, რომ თოვლის სტაბილურია და რისკი დაბალია. 5 ნიშნავს, რომ ზვავები გარდაუვალია და საერთოდ არ უნდა იყოთ იქ. მნიშვნელოვანი ნიშნავს, რომ არასტაბილური თოვლი არსებობს. ზვავები შეიძლება გამოიწვიოს ერთი ადამიანის წონამაც კი, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ სად მიდიხართ და რამდენ ადამიანს უშვებთ ერთდროულად ფერდობზე. ბიულეტენში განსაკუთრებით გააფრთხილეს ციცაბო ალპური ფერდობების შესახებ. მთის ტერმინებით ციცაბო ნიშნავს ისეთ ფერდობს, რომელიც იმდენად დახრილია, რომ თოვლი მასზე ჩამოსრიალდება. და მასში ეს ფრაზაც იყო ჩაწერილი. გაითვალისწინეთ, რომ როდესაც ჯგუფდებით, დატვირთვები უფრო ღრმად აღწევს თოვლის საფარში. რუდი მის ბიულეტენი ნახა, მაგრამ უფრო საკუთარ შეფასებას ენდო თოვლის საფარის მდგომარეობის შესახებ. 3 დღით ადრე, მან ახლომდებარე ფერდობზე საცდელი ორმო გათხარა და საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინა. მისი სიტყვებით, პირობები იყო ძალიან მყარი და ძალიან საიმედო, თითქოს მყარ ხის იატაკზე იდგე. რუდი ასევე არ იყო გამოწერილი InfoX-ზე, კერძო საინფორმაციო გაცვლის ქსელზე, რომელსაც კანადაში თითქმის ყველა პროფესიონალი მთის გიდი იყენებდა. საჯარო ბიულეტენი ზოგად გაფრთხილებებს იძლეოდა. InfoX კი ის ადგილი იყო, სადაც მეზობელი მწვერვალების გიდები ზუსტად აქვეყნებდნენ იმას, რასაც საკუთარ საცდელ ორმოებში ხედავდნენ. მას არ იცოდა, რომ ის, რასაც ისინი ხედავდნენ, საშინელი იყო. ისინი ხედავდნენ ბუნებრივ ზვავებს ზუსტად იმავე დახრილობის ფერდობებზე, რომელზეც რუდი აპირებდა ასვას და თოვლი ცვიოდა ისეთ ადგილებში, სადაც ამას აზრი არ ჰქონდა. რუდის ამის შესახებ არაფერი იცოდა. მათ წიმთები თეთრად და მკვეთრად აღიმართა. ეს იყო ლამაზი დილა, ცივი, მაგრამ მშვიდი. ისეთი დღე იყო, რომელიც ზუსტად გახსენებს, რატო მოხვედი აქ. იმ დილით მისი ჯგუფი დურანის მყინვარზე ცივ დილას ჰაერში ერთ ხაზად მიიწევდა. იმ დილით ერთადერთი ხმა იყო თხილამურების სამაგრების რბილი ჭრაჭუნი და ფეხქვეშ თოვლის ნაზი ჭრაჭუნი. მაგრამ გასვლის 2 საათის შემდეგ მთა მუცნაურად დაიწყო მოქცევა. მათთვის მაინც InfoX-ის საზოგადოებამ ზუსტად იცოდა, რა იყო მოსალოდნელი. უპირველეს ყოვლისა, რუდი და კრეიგი კარგად ვერ ხედავდნენ. მათ ხილვადობა უარესდებოდა. მაღალმთიან ქარებს აეციათ. თებში ეს უბრალოდ დისკომფორტი არ არის. ეს საფრთხეა. შეგიძლია ჩამოვარდე ქედიდან, ან თეთრი ბურუსის დროს ორიენტაცია დაკარგო. ამიტომ რუდი მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც გონივრული ჩანდა. მან პრონოლპის გეგმა მიატოვა. ამის ნაცვლად, მან გადაწყვიტა, რომ ჯგუფი ზემოთ მდებარე ზონაში სახელად ლატრავიატა წასულიყო. ეს ტერიტორია ქარისგან უზარმაზარი კულუარის მაღალი კედლებით იყო დაცული. რუდისთვის ეს უსაფრთხო არჩევანი იყო. ლატრავიატაზე მას ასობით ჯერ უსრიალია უბედური შემთხვევის გარეშე და იცოდა, რომ კედლები მათ ძლიერ ქარისგან დაიცავდა. მაგრამ, როცა რუდი და ჯგუფი ზონას მიუახლოვდნენ, მათ რაღაც დაინახეს, რაც ყველას უნდა შეეჩერებინა. მათ გზას პირდაპირ კვეთდა თოვლში ფართო ნაკვალევი, სადაც ზვალმა უკვე ჩამოიარა ფერდობზე. და ის ძალიან ახლახანს მომხდარს გავდა. ზვავის ნარჩენები აშკარად ჩანდა. თოვლის ნაჭრები მთაზე იყო მიმოფანტული, თითქოს ვიღაცამ ზემოდან ყინულის ვედრო გადმოაცალა. ზოგი ჩემოდნის ზომის იყო, ზოგი კი პატარა მანქანის ზომის. ეს იყო ყველაზე ნათელი ნიშანი იმისა, რომ ეს ზონა საშიშად არასტაბილური იყო. მაგრამ რუდი არ გაჩერებულა. მან ზვავის ნარჩენები გადალახა და ასვლა გააგრძელა. კრეიგი და სხვებიც მიჰყვნენ. მთაზე დაუწერელი წესი არსებობდა. Veterans Endobi. რუდი მთავარი მეგზური იყო. როგორც შეგირდი, კრეიგი იქ იყო დასაკვირვებლად და სასწავლად. ის ენდობოდა თავისი მენტორის 40 წლიან გამოცდილებას, ვიდრე საკუთარ მზარდ ინტუიციას. დაახლოებით 10 საათი და 35 წუთი დილით. ისინი საბოლოოდ მივიდნენ ლატრავიატას დასავლეთ კულუარში. ეს მკვეთრი ვიწრო ღარია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში თოვლმა და ყინულმა ბუნებრივად გამოჭრა მთის ზედაპირზე და რომელიც მთის წვერიდან ბოლომდე ეშვება. ეს კულუარი ქვედა ნაწილში ვიწროა, ხოლო ზედა ნაწილში ოდნავ ფართოა. იმის გამო თუ როგორ არის ფორმირებული, ზემოდან ჩამოშვებული ნებისმიერი თოვლი პირდაპირ ამ კულუარში ჩაივრება და ქვედა ნაწილში დაგროვდება, რადგან გასაქცევი არსად აქვს. ეს ყველაზე პირდაპირი მნიშვნელობით ბუნებრივი მახია. სწორი გზა ასეთი რელიეფის გადალახვისას არის, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი გადიოდეს ერთ ჯერზე. ერთ ადამიანს აგზავნის ზევით, ელოდების სანამ გაივლის, შემდეგ აგზავნის შემდეგს. მაგრამ რუდი სამ თებში 18 წელი სრულ უსაფრთხოებაში ჰქონდა გატარებული.
მისი ინტუიცია და 3 დღის წინ ჩატარებული ტესტები ეუბნებოდა, რომ თოვლი მყარი იყო და სურდა თავისი კლიენტების სწრაფად უსაფრთხო ადგილას მieყვანა. ამიტომ იმის ნაცვლად, რომ თითოეულს ცალ-ცალკე ასულიყო, მან ყველა 20 ერთი ადამიანი ერთდროულად წაიყვანა კულუარში 6 ფუტის დაშორებით. კრეიგი ბოლოს წინა იყო. მათ მწვერვალამდე დაახლოებით 3 წუთი რჩებოდათ, როცა დიდი ღრმა ბგერა, ვომფი, გაიგონეს. კრუ, დაბალი ვიბრაცია, რომელიც ჯგუფს ჯერ გუნკერში მოხვდა, სანამ კურამდე მიაღწევდა. ერთი წამის შემდეგ მათ ფიზიკურად იგრძნეს, როგორც ჩაიწია მთელი კულუარი. ერთან ორ გულისცემას სრული სიჩუმეს უფევდა. რუდიმ, რომელიც რიგის თავში იდგა, ზემოთ აიხედა. ჯგუფის მაღლა, ლატრავიატას კულუარის ქედთან ახლოს, მთის წვერზე თოლზე, დაახლოებით 200 ფუტის სიგანის დაკბილული შავი ხაზი გაჩნდა. ამას გვირგვინის ბზარი ეწოდება. ის შავად ჩანს, რადგან თოვლი ქვას სცილდება და ნაპრალში ჩრდილს ქმნის. 1-2 წამით არაფერი მომხდარა. შემდეგ სანამ ისინი გააცნობიერებდნენ რა მოხდა, ჰაერი გაავსო ღრიალმა გრუხუნმა, რომელიც კრეიგს ცხოვრებაში არ გაეგონა. 19,000 ტონა თოვლი, რომელიც ერთ უზარმაზარ ერთიან თოვლის ფილად იყო შეკუმშული, მოულოდნელად მთიდან საათში 60 მილის სიჩქარით დაეშვა. ეს იყო ზვავი. ზუსტად ის ურჩხული, რომლისგან გადარჩენასაც რუდი მას ასწავლიდა და ზუსტად ის კატასტროფა, რომელზეც რამდენიმე დღის წინ გამოცდა დაწერა. ეხლა ის პირდაპირ მისკენ მოემართებოდა. თოვლის ზვავმა ის ფეხქვეშ გამოაცალა და სიღრმეში ხევის ძირამდე ჩაიტანა. მთელი ეს ამბავი დაახლოებით 30 წამს გაგრძელდა. შემდეგ სიჩუმე. სრული, შემაძრწუნებელი სიჩუმე. რუდი თითქმის მწვერვალზე იყო, როცა ზვავი ჩამოიშალა. ასე რომ, როცა თოვლი ჩაწყნარდა, ის მხოლოდ ნაწილობრივ იყო დაფარული. მას შეეძლო ხელების მოძრაობა და თავისუფლად სუნთქვა. მან თოვლის მტვერში გზა გაიკვალა. მაგრამ კრეიგი თითქმის ბოლოში იყო და რადგანაც ისინი ვიწრო ხევში იყვნენ, თოვლი ვერ გაიფანტა. ის პირდაპირ მასზე დააგროვდა. ის 10 ფუტის სიღრმეზე 19,000 ტონა თოვლის ქვეშ იყო დამარხული. ამ სიღრმეზე წონა ისეთივე იყო, როგორც 3 სასკოლო ავტობუსი რომ დაეყენებინათ მის გუნკერზე. კრეიგამდე მისასვლელად მისმა გადარჩენილმა მთავსველმა მეგობრებმა თითქმის 20 წუთი გაატარეს თოვლში, გამწარებულად თხრაში. მსოფლიოში, სადაც მხოლოდ 4 წუთის ჟანგბადი გაქვს, 20 წუთი მარადიულობაა. როცა საბოლოოდ მოშალეს თოვლი მისი სახიდან, უკვე ძალიან გვიანი იყო. კრეიგ კელი უკვე გარდაცვლილი იყო. ის მხოლოდ 36 წლის იყო. მაინტერესებს, როგორი იყო მისთვის ის ბოლო წამები. იყო თუ არა დრო, გაეგო რა მოხდა, დაინახა თუ არა სწრაფად თუნელა მომავალი თეთრი მასა, იყო თუ არა სადღაც 9 ფუტი ბეტონის თოლში. მის გონებაში რაიმე ნაწილმა იფიქრა თუ არა ცოლზე და ერთწლოვან ქალიშვილზე, თუ საერთოდ არაფერზე არ უფიქრია. ჩვენ ამას ვერასოდეს გავიგებთ. ადვილია თქვა, რომ კრეიგ კელი არასწორ დროს, არასწორ ადგილას აღმოჩნდა, რომ მთები არაპროგნოზირებადია და ზოგჯერ მთებში კარგი ადამიანებიც იღუპებიან. ეს უბრალოდ ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო. მაგრამ ასე არ იყო. კანადის ზვავების ასოციაციას ინდილით ზუსტად ასეთი რელიეფის შესახებ ჰქონდა გაფრთხილება გაცემული. რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე ზვავი ჩამოწვებოდა, ახალი ზვავის ჩამონაშლის ზოლი პირდაპირ მათ ბილიკს კვეთდა. კენმაც კი რუდის ასისტენტმა სხეულის ყველა უჯრედით იგრძნო, რომ რაღაც არასწორად იყო. 2 კლიენტი, რომლებიც იმ ფერდობზე დაიღუპნენ, ზვავების უსაფრთხოების გადამზადებული სტუდენტები იყვნენ, რომლებმაც იცოდნენ, რას უყურებდნენ, მაგრამ ხმა არავის ამოუღია. რაც იქ მოხდა, ეს არ იყო არაპროგნოზირებადი მთების ამბავი, არამედ პროგნოზირებადი ადამიანების ისტორია. მკვლევარმა სახელად იან მაკამონმა წლები გაატარა ჩრდილოეთ ამერიკაში ზვავის შემთხვევების შესწავლაში და გამოავლინა გონებრივი შემოκლებების ერთობლიობა, რომლებიც გამოცდილ და მცოდნე ადამიანებს ზვავის რელიეფში კატასტროფული გადაწყვეტილებების მიღებას აიძულებს. და 2003 წლის 20 იანვარს თითქმის ყველა ეს ფაქტორი ერთდროულად იყო წარმოდგენილი ლატრავიატაზე. პირველი იყო ნაცნობობა. რუდი ამ რელიეფზე 18 ზამთარი დაჰყავდა ხალხი მსხვერპლის გარეშე. ეს წარსული სტატისტიკა მის ხელთ არსებულ ყველაზე დამაჯერებელ ინფორმაციად იქცა და სწორედ ეს მიუთითებდა მას სრულიად არასწორმა მიმართულებაზე. ამ მთაზე აქამდე არავინ დაღუპულა, ამიტომ თავს აფრთხოდ მიიჩნეოდა. ეს ლოგიკა არ არის, მაგრამ 18 წელი რომ სიკვდილი არ მომხდარა, ეს უკვე ლოგიკურადად გეჩვენება. მეორე იყო ავტორიტეტი.
როცა ყველაზე გამოცდილი ადამიანი ჯგუფში უყოყოყმანოდ მიდის წინ, ყველა დანარჩენი ამას აღიქვამს როგორც სიგნალს, რომ უსაფრთხოა მიხვე, არა იმიტომ, რომ თავად გადაამოცმეს, არამედ იმიტომ, რომ თვითონ არ შეჩერებულ. რუდის თავდაჯერებულობა იმდენად სრული იყო და მისი ავტორიტეტი იმდენად აბსოლუტური, რომ მან უკან მდგომი 20 ადამიანის დამოუკიდებლად განსჯის უნარი ჩაახშო. მესამე იყო უბრალო ადამიანური მიღებულობის საჭიროება. ხმის ამოღება ნიშნავდა ჯგუფის ბალანსის დარღვევის რისკს. კენი განსაკუთრებით გრძნობდა, რომ რაღაცაც რიგზე არ იყო, მაგრამ არ უნდოდა სხვები შეეშინებინა. და მას შემდეგ ყოველ წელს ამ სიჩუმის ფასთან ატარებს. სწრაფი შეხსენება. ყოველ თვე Patreon-ზე ვაქვეყნებ ექსკლუზიურ ვიდეოს, რომელსაც სხვაგან ვერ ნახავთ. სერიალს ქვია გაფრთხილებები თავიდანვე იყო. მულები აღწერასია. ეხლა მოდის ის ნაწილი, რომელთან შეგუებაც ყველაზე რთულია. Craig Zimdilit იმ ფერდობზე თითქმის ყველასგან ზვავების შესახებ უფრო უახლესი ცოდნა ჰქონდა. გულისხმობ იმას, რომ მან 2 წელი გაატარა ზუსტად იმ ტიპის პირობების შესწავლაში, რაც იმ დღეს ლატრავიატაზე იყო. მაგრამ მისი შეგირდობის დაწყებიდან მხოლოდ 3 კვირა იყო გასული. იმ იერარქიაში შეგირდი აკვირდება, შეგირდი სწავლობს. შეგირდი ეჭქვეშ არ აკენებს 28 წლიანი გამოცდილებისა და უნაკლო რეპუტაციის მქონე ოსტატ მეგზურს. კაცი, რომელიც სკოლაში დაბრუნდა სვების დასაცავად, მოკლა იმან რის თავიდან აცილებასაც სკოლაში დაბრუნებით ცდილობდა და მას ამის შესახებ ხმის ამოსაღებად საკმარისი წონაც კი არ ჰქონდა. ეს მთის ამბავი არ არის. ეს ადამიანური ამბავია. და ეს ყველგან ხდება, სადაც გამოცდილება იერარქიის სათავეშია, ხოლო სიჩუმე ბოლოში. იმ დილით ლატრავიატაზე 7 ადამიანი დაიღუპა. ხელისუფლებამ ეს 7-ვე სიკვდილი უბედურ შემთხვევად შეაფასა. სისლის სამართლის ბრალდებები არც აუყენებიათ. რუდი თავად არასდროს იღებდა პასუხისმგებლობას. მე არ ვფიქრობ, რომ იმ უბედურ შემთხვევაზე პასუხისმგებელი ვარ, საჯაროდ განაცხადა მან. მე ვფიქრობ, ეს წმინდა უბედური შემთხვევა იყო, რომლის მოხდენასაც ვერავინ იწინასწარ მეტყველებდა. Selkirk Mountain Experience მუშაობას აგრძელებდა. მაგრამ Ken Wiley ასე მარტივად ვერ გადალახავდა ამას. ლატრავიატას შემდეგ წლებში მისი ქორწინება დაინგრა. მან დატოვა გიდობა და საოფისე სამუშაოზე გადავიდა კანადის ზვავების ასოციაციაში. 10 წლის განმავლობაში ის აუდიტორიების წინ იდგა და საჯაროდ უჭერდა მხარს იმას, რასაც შემდეგ თხუილს უწოდა, რომ მთები დრო და დრო ტრაგედიას იწვევენ და ეს მოვლენები გარდაუვალია. მან იცოდა, რომ ეს სიმართლე არ იყო. მან იცოდა, რომ მათი პროფესიული შეცდომები სერიოზული იყო, მაგრამ არაფერი უთქვამს. ისევ 2014 წელს ზვავის შემდეგ 11 წლის შემდეგ მან საბოლოოდ ყველაფერი წიგნში ჩამოწერა, რომელსაც დამარხული ეწოდება. მისი მთავარი აღსარება. მუდმივად ვიცოდი, რომ ჩვენი პროფესიული შეცდომები სერიოზული იყო. მას შემდეგ მთელი თავისი კარიერა იმას მიუძღვნა, რომ სხვებს ასწავლოს არ გაიმეორონ ის სიჩუმე, რომელმაც ლატრავიატაზე 7 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ბეგლინგერმა წიგნი მთლიანად უარყო. მან მას უწოდა სიცრუით სავსე პირველივე გვერდიდან ბანბოლო გვერდამდე. ორი ვერსია არასოდეს შეთანხმებულა. სიმართლე რაც არ უნდა იყოს, ამ ტრაგედიამ სამუდამოდ შეცვალა კანადაში ზვავების უსაფრთხოების სისტემა. ყველა კომერციულ ბექანტრი ოპერაციას დაეკისრა, ვალდებულება გამოეწერა იმ ინფორმაციის გიის გაზიარების სერვისისთვის, რომელსაც რუდი არ იკენებდა. შეიქმნა ახალი გადაწყვეტილების მიღების ინსტრუმენტები, სპეციალურად იმისთვის, რომ გიდებსა და რეკრეაციულ მოგზაურებს დახმარებოდნენ იმ ადამიანური მახეების ამოცნობაში, რომლებმაც 7 ადამიანი იმსხვერპლა ლატრავიატაზე. მას შემდეგ ათეულობით სნოუბორდერმა მიიღო სტიპენდია კრეიგის სახელზე, რათა გაჰყოლოდნენ გიდის კარიერას, რომელიც მან ვერ დაასრულა. Craig Kellum ლიდერის რეპუტაციას უფრო ენდო, ვიდრე მის ფეხქვეშ არსებულ მტკიცებულებებს. ამ თამსველმა 30 წელი გაატარა ფრთხილი და გონიერი გადაწყვეტილებების მიღებაში, სანამ ერთ ასვაზე სწორედ ის ერთი არჩევანი გააკეთა, რომლის შესახებაც მთელი კარიერის განმავლობაში სხვებს აფრთხილებდა. აი რა მოხდა შემდეგ.